ზარან მამდანის ბოლო ფიასკო არის ფედერალური მთავრობისადმი მიმართვა, რომ დააკავონ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, როდესაც ის ნიუ-იორკში ჩამოვა. მოდით მოვისმინოთ, რას ამბობს ის. ბენიამინ ნეთანიაჰუ არის ომის დამნაშავე, პალესტინის ხალხის წინააღმდეგ საშინელი გენოციდის არქიტექტორი. ის პასუხისგებელია 73,000-ზე მეტი ადამიანის გველობაზე, 10,000-ობით ბავშვის დასახიჩრებაზე. მაშინ როცა ჩვენ, როგორც ამერიკელები, ვიხდით იმ ბომბებისთვის, რომლებიც ამ გველობებს ახორციელებენ. არსებობს მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა მისი დაპატიმრების ორდერი. როგორც ადამიანებმა თაობები დაუხარჯეთ საერთო გაგების ჩამოყალიბებაში, რომ არსებობს ისეთი მძიმე დანაშაულები, რომლებიც მთელ კაცობრიობას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი ადმინისტრაცია განიხილავდა ყველა შესაძლო გზას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, რათა დაედგინა შეძლებდა თუ არა ნიუ-იორკი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაპატიმრების ორდერის აღსრულებას, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ აქ ჩამოვიდოდა. ცხადია, რომ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი იურიდიული უფლებამოსილება ამ ორდერის აღსასრულებლად. თუმცა ფედერალურ მთავრობას აქვს ეს უფლებამოსილება და მე მოუწოდებ მათ შეუერთდნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და აღასრულონ ეს ორდერი. გამარჯობა მარკ, დღეს დისტანციურად ერთვები ჩემთან. მე ვარ JNS TV სტუდიაში იერუსალიმში, ხოლო შენ ხარ სხვა უცნობ ადგილას. მოусმინე მარკ, ნიუ-იორკის მერისგან ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვისმენდით მის საზიზღარ კომენტარებს ისრაელზე. ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი. მაგრამ ამ ვიდეოს საინტერესო ის არის, რომ მას მისი წინა ვიდეოს გამო გამოწვეული აღშფოთების შემდეგ მოუწია ამის გაკეთება, სადაც თქვა, რომ ნეთანიაჰუს დააპატიმრებდა. როცა ის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში ჩამოვიდა. აბა რა სიტყვი ამაზე? ეს არის პოლიტიკა, სადაც გართობაა მთავარი, სერიოზულობა არ არის და ანტისემიტურიცა. და მე ვიტყვი იმას, რაც საჭიროა სათქმელად. გულისხმობ, ზოგი ამბობს, რომ როცა ოპოზიციაში ხარ, როცა სტუდენტი აქტივისტი ხარ, როცა კამპუსის აქტივისტი ხარ, შეგიძლია ყველანაირი აბსურდული რამ თქვა და ეს გაპატიებენ. მაგრამ როგორც კი არჩეული თანამდებობის პირი გახდები, უნდა იყო უფრო სერიოზული. და სამწუხაროდ ასეთი გარდაცვლა მამდანის შემთხვევაში არ გვინახავს. ის არც კი ცდილობს დამალოს თავისი რადიკალური, ანტიისრაელური, ანტიებრაული პოზიციები, რაც სამწუხაროა. და მოდით უბრალოდ შევხედოთ მისი არგუმენტის ლოგიკას. ვფიქრობ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა რაოდენობა დაახლოებით 190-ია, შეიძლება ცოტა ნაკლებიც იყოს. მათგან ბევრი არ არის დემოკრატიული, ბევრს დიქტატორები მართავენ და ეს არის ადამიანი, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ გამოყოფს ებრაულ სახელმწიფოს. და ის ამბობს, ყველა იმ ადამიანიდან, ვინც ნიუ-იორკში ჩამოდის, მე მჯერა, რომ უნდა შევძლოთ. მაგრამ ის ამბობს, რომ ამას ვერ გააკეთებს. ძალიან წუხს, რომ ამას ვერ ახერხებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს, ფედერალურმა მთავრობამ უნდა დააკავოს ნეთანიაჰუ. ეხლა თუნდაც თუ ვინმე ისრაელს აკრიტიკებს და იცით, ბევრი ადამიანი აკრიტიკებს ისრაელს. მაგრამ რო თქვა, რას ამბობს ის? ის ამბობს, მე არ ვუყურებ საშინელ დიქტატორებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან. მე არ საუბრობ ირანის ხელმძღვანელობაზე. მე არ საუბრობ იმ ქვეყნების ლიდერებზე, რომლებსაც ადამიანის უფლებების მხრივ შემზარავი მაჩვენებლები აქვთ. დემოკრატიულად არჩეული, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს გამოყოფ და ამბობ, მე დავაპატიმრებდი მას, რომ შემეძლოს და ძალიან წყინს, რომ ვერ ვაპატიმრებ. აბა ეს რას ნიშნავს? კი, მართალია. იცი რა, ეს უფრო შორს მიდის, რადგან მე არც კი მინდა ვთქვა, კი, შეგიძლია გააკრიტიკო ისრაელი და ისრაელის ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა. ნება მომეცი, ამას ხაზი გაუსვა. ყველაფერი რაც მან თქვა, გენოციდზე ღაზაში, ან რასაც ამბობს აპარტეიდზე და პალესტინელების ინელების შევიწროებაზე ღაზაში, რა თქმა უნდა, მან არც კი ახსენა 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტა, ან მსგავსი რამ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველაფერი რასაც ამბობს, დიდი და უხეში ტყუილია. და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ისრაელს შედარებით იმ დიქტატურებთან, რომლებიც გაეროს წევრი სახელმწიფოები არიან, მათთან შედარებით ისრაელს კარგი მაჩვენებლები აქვს. არა, ობიექტურად, ყველა კრიტერიუმით, ნებისმიერი საზომით, ისრაელს ბრწყინვალე მაჩვენებლები აქვს. და მას აქვს ესეთი ბრწყინვალე რეპუტაცია საქალაქო ბრძოლებში, რომ ისრაელის ჯარისკაცები საფრთხეში არიან იმ სიფრთხილის გამო, რომელსაც ვიჩენთ სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ეს ყველა სამხედრო ექსპერტმა თქვა და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ ერთი საკითხია ისრაელი. არც ისრაელი და არც შეერთებული შტატები არ არიან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეები. და სწორედ ამ საფუძველზე ამბობდა მამდანი. მან თქვა, რომ ის არის ომის დამნაშავე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში და საერთაშორისო სასამართლოში.
მაგრამ მოდი ეს გავარკვიოთ. შეერთებული შტატები. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ატარებს კამპანიას, რათა სრულად დააგნინოს, დაშალოს და გალანძღოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რადგან ამბობს, რომ ის არალეგიტიმურია. და ეს არის უბრალოდ, რომ მისი თავდაპირველი მიზანი დიდი ხანია გაქრა, როგორც გაეროს თავდაპირველი მიზანი. მოდით ერთი წამით მოვუსმინოთ, რას ამბობს მარკო რუბიო ამაზე. როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 24 წლის წინ დაარსდა, გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ ვიწრო მანდატის მქონე ინსტიტუტი, გლობალური სასამართლო, რომელიც მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულებებზე იმოქმედებდა. გენოციდი, ომის დანაშაულები და მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყნის სასამართლოები ვერ შეძლებდნენ ამ დანაშაულების გასამართლებას. მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად უფრო რადიკალური და უკიდურესი რამ იყო. ეს იყო გლობალური ტრიბუნალი, სადაც მუშაობდნენ ხალხის მიერ აურჩეველი გლობალისტი ბიუროკრატები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი ძალაუფლება თითქმის შეუზღუდავია. ამ გლობალური სასამართლოს საფრთხე მხოლოდ იზრდება. დღეს ის საფრთხეს უქმნის ჩვენი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის ყველა ასპექტს. საზღვრის დაცვის აგენტები ჩვენს ქვეყნიდან ძალადობრივი დამნაშავეების გაძევებას ახორციელებენ. ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. პროკურორები მუშაობენ ტერორისტული გეგმების დაშლაზე, რომლებიც ამერიკელებზე თავდასხმასა და მათ მოკვლას ისახავს მიზნად. თუ უკმად დაუდგებით, ისინი ყველა უცხოელი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდებიან, ათასობით მილის დაშორებით, მუდმივი დევნისა და თვითპატიმრობის საფრთხის წინაშე, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვეს. ამერიკელი ხალხი ამას არასდროს დათანხმებულა და არც არასდროს დაადასტურებს. კარგი, ესე რომ აქ უზარმაზარი კონტრასტია ნიუ-იორკის მერსა და სხვებს შორის. სხვათა შორის ეს ქალაქი მსოფლიოში ყველაზე ებრაულია ისრაელის ქალაქების შემდეგ. და ის ფაქტი, რომ ის საერთოდ აირჩიეს, შოკის მონგრელია, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც თქვით, ის ამას არ მალავს. გულისხმობ, ეს ერთადერთი კარგი რამაა მამდანის შესახებ, რაც შეიძლება ითქვას. ის არ მალავს თავის ღია ანტისემიტიზმს. და მისი მტრობა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსკენ არ არის მიმართული. და ვფიქრობ, ყველა მემარცხენემ ან ნეთანიაჰუს, ყველა მოწინააღმდეგემ ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ ერთი რამ უნდა იცოდეს. მას ნეთანიაჰუ კი არ ზულს, არამედ მთლიანად. მოდით პირველ რიგში. მოდით ვილაპარაკოთ, რას თქვა რუბიომ და რუბიო 100%-ით მართალია, რადგან რუბიომ ეს თქვა, ეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, ანუ ICC, თავდაპირველად დაარსა დოდუგურასმა, რომელმაც თქვა, იცით, გვაქვს პრობლემები, როცა მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, სადაც დამოუკიდებელი სასამართლოები არ არის და არიან საშინელი ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგებიან. და გჭირდება ინსტიტუტი. და ისინი საუბრობდნენ ისეთ ადგილებზე, სადაც იყო საშინელი სამოქალაქო ომები, მასობრივი მკვლელობები, გენოციდები და ასე შემდეგ. და უნდა კონდეს ინსტიტუტი, რომელიც იქ იქნება მაშინ, როცა სამართლებრივი სისტემა არ ფუნქციონირებს და ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ და უზრუნველყოთ მართლმსაჯულება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას იმსახურებს. და მათ ასევე თქვეს, მაგრამ ჩვენ ვერც ერთ ქვეყანას ვერ დავაძალებთ, რომ ამ სისტემას შევერთდეს. შესაბამისად, ეს არის ნებაყოფლობითი სისტემა, რომელსაც ადამიანები საკუთარი სურვილით უერთდებიან. და როგორც თქვით, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ასე შემდეგ, ეს ვითარდებოდა და გადაიქცა ამ ბიუროკრატიულ მონსტრად, სადაც არარჩეული მოსამართლეები შეუძლიათ ადამიანებს კრიმინალებად გამოაცხადონ. და შეგახსენებთ, რომ ბევრი იმ ადამიანებიდან, ვინც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ICC-ს შეუერთდა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ აქვთ. და შედეგად მოსამართლეები, რომლებსაც ისინი ICC-ში აგზავნიან, რა თქმა უნდა, აირჩევიან გაეროს ტიპის სისტემაში, სადაც ქვეყნები ბლოკურად აძლევენ ხმას და ასე შემდეგ. და თუ თქვენ იმ ქვეყნიდან ხართ, რომელსაც დამოუკიდებელი სასამართლოს ისტორია არ აქვს, მაშინ თქვენი მოსამართლე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ფაქტობრივად გაეროს ხმის მიცემას ემსგავსება. თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რასაც თქვენი მთავრობა გეტყვით, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. ასე რომ, როცა ისრაელი ამბობს და შეერთებული შტატებიც ამბობს, რომ ამ სასამართლოს ჩვენთვის არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, იგი სხვა მიზნით შეიქმნა და ეხლა მას იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც უკიდურესად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აქვს. შენ ამ გადაცემაში არაერთხელ გითქვამ, რომ ისრაელის სასამართლოები ზედმეტად ძლიერია, რუთი. და ბევრი ისრაელიც გეთანხმება. და მაინც სასამართლო, რომელიც შეიქმნა, ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა იმისთვის, რომ ემუშავა და მათ ეს თავიანთ წესდებაში დამფუძნებელ დოკუმენტში თქვეს, მათ თქვეს, რომ იქ ვიქნებით, სადაც სასამართლო არ ფუნქციონირებს.
იმის თქმა, რომ ისრაელში სასამართლო არ ფუნქციონირებს, ეს არის რა პლანეტაზე ცხოვრობ. და რაც მე მგონია, რომ რუბიოს აწუხებს, არის ის, რომ თუ ისრაელი შეიძლება ამოიღო მიზანში და მან ეს თქვა, ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება ამოიღო მიზანში. და უცებ ამერიკელი ჯარისკაცები, ამერიკელი დიპლომატები, ამერიკელი პილოტები, რომლებიც ბირთვულ ობიექტებს უტევენ ან უტევდნენ ირანში, უცებ ყველა ისინი ომის დამნაშავეები გახდებიან. და თუ ისინი საფრანგეთში დასასვენებლად წავლენ, მაგალითად ეიფელის კოშკის სანახავად, უცებ დააკავებენ. და აგვაქვს სიტუაცია, სადაც ეს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც შეიძლება ყველა სწორი მიზეზით შეიქმნა, გადაიქცა ამ პრობლემად დიდი ასოთი. იმის თქმა, რომ დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელახალ არჩევნებს ელოდება, უნდა წარსდგეს საკუთარი ხალხის წინაშე და ხელახლა აირჩიონ. დიახ, ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება უკიდურესად დამოუკიდებელია და არაერთხელ გააუქმა მთავრობის გადაწყვეტილებები, პრემიერ-მინისტრი თავად, როგორც ორივემ ვიცით და განვიხილეთ, ის ბრალდებულია ისრაელში და სასამართლოზეა, რადგან ამბობენ, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. ხვა რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რომელსაც ამ საკითხებში საერთოდ არ აქვს გამოცდილება, აუცილებლად დაადანაშაულებს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუს, ეს ნამდვილად აბსურდულია. კიდევ ერთი რამ, რა თქმა უნდა, მთავარი პროკურორი, რომელმაც ნეთანიაჰუ დაადანაშაულა, რა თქმა უნდა, იძულებული გახდა გადამდგარიყო მისი ცუდი ქცევის, პირადი და არაეთიკური ქცევის გამო. და სწორედ ის არის ის მორალური ავტორიტეტი, რომელზეც მამდანი საუბრობს. კი, სხვათა შორის არა ისრაელის მთავარი პროკურორი. მთავარი პროკურორი საერთაშორისო სასამართლოში. სწორია. კი, და მას ბრალი წაუყენეს მასიური სექსუალური შევიწროებისა ან სექსუალური ძალადობისთვის. ბისთვის და ამის გამო სრულიად დამცირდა. კარგი. არა აუცილებელი, რომ ეს მოვლენები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. მაგრამ დიახ, მას ცუდი ხასიათი აქვს და ანტისემიტიც არის. აი საინტერესო რამეა, პრეზიდენტო ტრამპ რატო დასჭირდა მამდანის ამ პატარა ახალი ვიდეოს გაკეთება. ის სულ ესეთ პატარა კლიპებს აკეთებს. ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე გამოაკვერნა პოსტი. ბოდიში მამდანი. ეს ჩემი გადმოცემაა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვების. ბოდიში მამდანი. ნეტანიაჰუს ნიუ-იორკში ჩამოსვლისას არავინ დააკავებს და შენ ამის უფლება არ გაქვს. ამასობაში ASHS-ის ისრაელში ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ დღეს Twitter-ზე ასე დაწერა. მან თქვა, მამდანის სულელი არ არის. ის ბოროტი ანტისემიტია, ასე უწოდა მას. და მან ასევე თქვა, რომ თუ ვინმეს უნდა დააკავონ, ეს მამდანია წაკეზებისთვის. და იცი რა, ეს ხუმრობა არ არის, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ, როცა ეს მთელი აუზაური მიმდინარეობდა, მანჰეტენში, ვილიჯში, გრინვიჩ ვილიჯში ადამიანების ჯგუფმა ისრაელის დროშა დაწვა. დღისით ყველაზე ებრაულ ქალაქში მსოფლიოში, ისრაელის გარდა, მხიარულობდნენ. მოდი ამას გადავხედოთ. უბრალოდ ვამბობ, რომ შეერთებული შტატები, მთავრობა, ფედერალური მთავრობა ამ საკითხში მამდანის მხარეს არ დგას. კი, ეს ნათელია, მაგრამ გეტყვი რა მაწუხებს რუთი. მამდანი არის ის, რაც არის და ისი ანტიისრაელელი, უკიდურესად მემარცხენე ანტისემიტი. კარგი? და რაც მაწუხებს, არის მისი გავლენა უფრო ფართო დემოკრატიულ პარტიაში. და რას ნიშნავს ეს ASHS-ისა და ისრაელის ურთიერთობების მომავალისთვის? რადგან იცით, ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ თეთრი სახლის მმართველი იცვლება. და ეს შეიძლება უკვე ნოემბერში წარმომადგენელთა პალატასთან დაკავშირებითაც მოხდეს. დემოკრატებმა შეიძლება აიღონ კონტროლი. და გეტყვით, ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი და შემაშფოთებელი ის არის, რომ ყველა სახელი, რომელზეც საუბრობენ და თუ არის სახელი, რომელიც არ ვიცი, ბოდიშს ვიხდი. მაგრამ, მაგალითად, კალიფორნიის გუბერნატორი, ნიუ-იორკის მერი, მერილენდის სენატორი, ყველა ეს ადამიანი, რომელზეც საუბრობენ, შეიძლება პრეზიდენტობაზე იყარონ კენჭი. მათ აქვთ მოსამზადებელი კომიტეტები, როგორ ეწოდებათ ამერიკაში, ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ, მაგრამ უკვე დაიწყეს თანხების შეგროვება. დღეს დემოკრატიულ პარტიაში ასეა დემოკრატიული პრაიმერის ამომრჩევლების გამო, დიახ, და იქ არიან მამდანის ტიპის ადამიანები, რომლებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას დემოკრატიულ პრაიმერებში. საზოგადოებრივად უნდა გაემიჯნო ASHS-სა და ისრაელს შორის ურთიერთობას, რომ მოგების იმედი გქონდეს. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ ისინი.
კალიფორნიის გუბერნატორმა თქვა, რომ უნდა გადავხედოთ ისრაელთან ურთიერთობას, ისევ მახსოვრობის მიხედვით ვსაუბრობ, მაგრამ უნდა გადავხედოთო. მერილენდის სენატორმა ვან ჰოლანდმა მასაც ჰქონდა სათქმელი. ჩვენ მოგვიწია ნეთანიაჰუსა და ისრაელის მთავრობას ერთ დღესვე დავსხმოდით თავს. მგონი იმ დღეს გამოაცხადა, რომ აყალიბებდა თავის მოსამზადებელ კომიტეტს. შიკაგოს მერმა უნდა ჩამოვიდეს ისრაელში და თქვას, რომ ყველაფერი ისრაელის ბრალია, მხარდაჭერის ნაკლებობა. ეს ნეთანიაჰუ და მისი მთავრობაა, ისინი არასწორ გზაზე მიაქანებენ ისრაელს. თითქოს იცით, ადრე ხუმრობა იყო, რომ თუ პრეზიდენტობისთვის იყრიდი კენჭს, აუცილებლად უნდა წასულიყავი ირლანდიაში, იტალიაში და ისრაელში. ეს იყო 3 სავალდებულო ვიზიტი, რომლებზეც უნდა წასულიყავი. ეხლა კი თითქოს დემოკრატების პრაიმერისში სავალდებულოა, თუ გინდა კონკურენტუნარიანი იყო, თუ გინდა შანსი კონდეს, უნდა თქვა რაღაც უარყოფითი ისრაელზე. ამის გარეშე საერთოდ არ უნდა ჩაერთო კონკურსში. და სხვათა შორის არა მხოლოდ ისრაელზე, ვგულისხმობ არ დაგვავიწყდეს, რომ მამდანი აიპაქს უჩხულები უწოდა. ეს მხოლოდ ისრაელი არ არის, ეს ებრაელებიცაა. და ღია ანტისემიტიზმი, რომელსაც ამ კანდიდატებიდან ბევრი გამოხატავს, ამერიკაში უბრალოდ უპრეცედენტოა. და თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, ეს შემაშფოთებელია. მაგრამ მინდა ცოტა ხნით ვისაუბრო იმ ბრალზე, რომელიც ამერიკელ ებრაელებსა და ისრაელელებს ეკისრებათ. და რას გულისხმობ ამაში? არ ვგულისხმობ იმას, რომ ისრაელელები ან ამერიკელი ებრაელები პასუხისგებელნი არიან ჩვენსა და მათ მიმართ სიძულვილისთვის. არა. მაგრამ ნიუ-იორკის ებრაელების 30%-მა მისცა ხმა მამდანის. 30%. ეს ძალიან ბევრია. ეს პირველი საკითხია. მეორე საკითხი ისაა, რომ ებრაელები როგორც წესი დემოკრატიული პარტიის წევრები არიან, ან დემოკრატებს აძლევენ ხმას. და ისრაელი ლიბერალები, რომლებიც აშშ-ის ლიბერალი ებრაელების ანალოგები არიან, ლიბერალი ებრაელები. მუდმივად ამაზე საუბრობენ, წლები ამას აკეთებენ, რომ ნეთანიაჰუა დამნაშავე დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ისრაელთან დაკავშირებით განხეთქილებაში, რამაც ეს გამოიწვია. ადრე შეეძლოთ ერთმანეთთან თანამშრომლობა. ეხლა კი ნეთანიაჰუმ ეს ორპარტიული ურთიერთობა გააფუჭა. ეს სისულელეა. მინდა მივმართო არა მხოლოდ ამერიკელ ებრაელებს, რომლებსაც დემოკრატებისთვის ხმის მიცემით საკუთარ თავს ავნებენ, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. არამედ ისრაელელ ებრაელებსაც, რომლებსაც გონიათ თითქოს ნეთანიაჰუს მოშორებით ყველაფერი შეიცვლება. ეს ტყუილია. და ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, ვის ვაძლევ ხმას მე, ან ვის აძლევს ხმას სხვა ისრაელში. ისრაელში ერთადერთი პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისრაელი გენოციდს ჩადის ღაზაში და ასე შემდეგ, არაბული პარტიებია. ებრაული პარტიები, თუნდაც ყველაზე მემარცხენეებიც კი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღაზაში იბრძოდნენ, მათ ფორმები აცვიათ, მონაწილეობენ ამ ყველაფერში, მათ იციან, რომ გენოციდს არ ვახორციელებთ. ისენი არიან ბოლო ადამიანები მსოფლიოში, ვისაც ამის გაკეთება უნდა. ისენი მშვიდობის მოყვარულები არიან. მათ ყოველთვის უჭერდათ მხარს ორ სახელმწიფოს გადაწყვეტას პალესტინელებთან ერთად. მე მემარცხენე ისრაელელებზე ვსაუბრობ. თუ ოკანის ორივე მხარეს, რომელიმე ებრაელს გონია, ან წარმოუდგენია, რომ ნეთანიაჰუს მოცილება შეცვლის იმას, რაც თქვენ აღწერეთ. და ღია ანტისემიტიზმი, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 2000 ისრაელელი და ებრაელი მოკლეს. და არა მხოლოდ ისრაელელები, არამედ უმეტესობა, ვინც იყო 7 ოქტომბერს, 1200 ადამიანი დახოცეს და მას შემდეგ ასობით გაიტაცეს და მოკლეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნეთანიაჰუს შეცვლა რამე შეცვლის, თავს ატყუებს. ამაზე მე გიპასუხებ. 2 ადამიანი არის, რომლებმაც ციგნი დაწერეს. გონი 1 ან წელიწად ნახევრის წინ გამოვიდა. 2 ადამიანი, რომლებიც განსაკუთრებით მეგობრულად არ არიან განწყობილნი ისრაელის მიმართ. ერთი იყო რობერტ მალი, რომელიც ალბათ ყველაზე კრიტიკულად იყო განწყობილი ისრაელის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციაში, სანამ მას თანამდებობა არ ჩამოართვეს. მეორე ადამიანი იყო ჰუსეინ აგა, ლიბანელი შიიტი, რომელიც პალესტინელთა მთავარი ორგანიზატორი გახდა. და ისინი ამას არა სიონიზმის მხარდაჭერის გამო წერენ, ღმერთმა დაგვიფაროს, არამედ ამბობენ, რომ მითია იმის ფიქრი, თითქოს ნეთანიაჰუ წავა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ხომ ასეა? ისინი ფიქრობენ, რომ ეს ძალიან მარტივია. ასე არ არის, ამბობენ ისინი.
და კიდევ ერთხელ ისინი კრიტიკული პერსპექტივიდან საუბრობენ. ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ნეთანიაჰუ უცებ გაქრება და ყველაფერი კარგად იქნება, რომ დაუბრუნდებით იმ ძველ კარგ დროში, სადაც ვიყავით, ეს მითია. ეს მითია. ამას არა მხოლოდ მარკ რეგავი ამბობს, არამედ რობერტ მელიმალიონიც, ჰუსეინ აგაც. მაგრამ მე უფრო ფართო აზრის თქვა მინდა. მე ვიყავი ისრაელის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, როცა ჯერ კიდევ მთავრობაში მუშაობდი. და შემდეგ იყო კორბინიზმი და ლეიბორისტული პარტიის მემარცხენეებთან მძაფრად ანტისიონისტური იყო და როგორც უმეტესობა ითხოვდა ანტისემიტურიც. და ამას მთელ ევროპაში ხედავთ. საფრანგეთში, იტალიაში მემარცხენე პარტიები, პროგრესული მემარცხენეები, რადიკალური მემარცხენეები, როგორც წესი პრო-პალესტინელები არიან, ისრაელის წინააღმდეგნი, ანტისემიტურად განწყობილები, ეს კონკრეტულად იმაზეა დამოკიდებული, სად არიან. ზოგი უფრო ანტისემიტურია, სხვები უბრალოდ ძალიან კაცრად აკრიტიკებენ ისრაელს. იქ სპექტრია, მაგრამ ისინი მეგობრები არ არიან. და პალესტინის საკითხი გლობალური მემარცხენეების დროშად იქცა. და იმის ვარაუდი, რომ ეს კანადაში, ავსტრალიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთს და იტალიაში მოხდება, მაგრამ ამერიკაში არა, როცა ეს გლობალური ფენომენია, სასაცილოა. ვგულისხმობ იმას, რომ როცა ხალხი ნეთანიაჰუს ადანაშაულებს და ნეთანიაჰუს იცით ბევრ რამეში შეიძლება დაადანაშაულო, მაგრამ როცა მას ადანაშაულებენ, ჩვეულებრივ იმ ცნობილ გამოსვლას მიუთითებენ 2015 წელს, როცა მან კონგრესში ისაუბრა. ის რესპუბლიკელი სპიკერის მიწვევით იყო და მან ობამას ირანთან შეთანხმებას წინააღმდეგობა გამოუცხადა. და მას ადანაშაულებდნენ პოლიტიკის თამაშში და ორპარტიული ურთიერთობის საფრთხეში ჩაგდებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ბრიტანეთში ასეთი გამოსვლა არასდროს ყოფილა. ავსტრალიაში ასეთი გამოსვლა არასდროს ყოფილა, კანადაში ასეთი გამოსვლა არასდროს ყოფილა, საფრანგეთში ასეთი გამოსვლა არასდროს ყოფილა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ძალები, იდეოლოგია, ახალი ანტიისრაელიზმი, ანტისემიტიზმი მემარცხენეებში ეს გლობალური ფენომენია. თუ ფიქრობთ, რომ ეს კონკრეტული ნეთანიაჰუს ქმედების გამოა, მაშინ უნდა კითხოთ საკუთარ თავს, რატომ ხდება ეს ყველგან? და რატომღაც პალესტინური საქმე, დიახ, პალესტინელთა ბრძოლა გახდა წმინდა გრალი რადიკალური მემარცხენეებისათვის. მაგრამ სანამ სიტყვას ისევ გადმოგცემრუთი, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ რადიკალურ მემარცხენეებს არ ეხებათ. ყავს ხალხი პოპულისტურ მემარჯვენე ფლანგზეც. გულისხმობ ყველაზე ცნობილი ალბათ თაკერ კარლსონია და მისი თანამოაზრეები. ესეთი ადამიანები, რომელთაც მილიონობით ადამიანი უსმენს პოდკასტებში, გადაცემებში და ასე შემდეგ, მარჯვენა ფლანგზე, რომლებიც ხოიცით, თუ მემარცხენე ანტისემიტიზმი ებრაელებს საშინელ კაპიტალისტებად, იმპერიალისტებად და კოლონიზატორებად აღიქვამს, რადიკალურ მემარჯვენეებს ჩვენ სხვა მიზეზით არ ვუყვარვართ. სრულიად მართალი ხარ. საინტერესოა, რომ ტაკერ კარლსონმა გამოაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიიდან მიდის, ანუ ის აღარ არის ამ პარტიის ნაწილი. ეს სხვათა შორის დემოკრატიულ პარტიაშიც ჩანს, მაგალითად ალან დერშოვიცი ამბობს, რომ ის აღარ არის დემოკრატი. არიან ადამიანები, რომლებიც დაიღალნენ საკუთარი პარტიის პოლიტიკით. იმ პარტიის, რომელსაც 10 წლეულები უჭერდნენ მხარს და ეხლა ტოვებენ მათი პოლიტიკის გამო. ჯერჯერობით ასეა და იმედი მაქვს ასე დარჩება. მარჯვენა მხარეს არიან გროიპერები, რომლებიც ზულთ ებრაელები და ისრაელი და ისრაელს ყველა სახის ომის დანაშაულში ადანაშაულებენ. ეს არის ეგრეთ წოდებული ცხენის ნალი. ისე შორს წავიდნენ, რომ მათი პოლიტიკა თითქმის იდენტურია უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკასთან. რაც ძალიან ირონიულია, რადგან მემარცხენეები ზულთ ან ზულდათ ამ საკითხში ისინი ერთხმად მოქმედებენ და ეს ძალიან შემაშფოთებელია. მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მემარცხენეებში ეს ბევრად უფრო გავრცელებულია. ესია ბევრად მეტია და მართალი ხარ, როცა ამბობ, რატომ გვეგონა, რომ თუ ეს მთელ ევროპაში ხდებოდა, ამერიკაში ვერ მოხდებოდა. ამისი მიზეზი გქონდა. ამერიკა ტრადიციულად ესე იყო, არ არის, რომ ანტისემიტიზმი ამერიკაში არასდროს არსებობდა. და არ არის, რომ ამერიკაში რასიზმი არასდროს ყოფილა, მაგრამ ამერიკა ყოველთვის ცდილობდა ამ ყველაფრის გადალახვას და საზოგადოების ამ ნაკლოვანებების გამოსწორებას და ამას ძალიან კარგადაც ახერხებდა. და ეს მოიცავს ებრაელების აკადემიაში და ყველა პროფესიულ სფეროში მიღებას და ასე შემდეგ. ამიტომ ებრაელებისთვის ამერიკა ძალიან თბილი სახლი იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
და კიდევ ირონიულად, ხშირად ებრაელები თავად არიან პასუხისგებლები იმ ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანაზე, რომლებიც მათ ზულთ. არ ვიცი როგორ ავხსნა ეს. შეგვიძლია ამაზე დღეების განმავლობაში ვიმსჯელოთ. მაგრამ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ სწორედ ებრაელები არიან ყველაზე მეტად გახსნილები მშვიდობისკენ ყველა მიმართულებით. და აბსურდულ იდეებში, უკიდურესად მარცხენა იდეებში ყველაფერზე და იმაზე, რომ იცი თავს აიგივებენ მსხვერპლებთან, პალესტინელებთან, ჰამასთან ღაზაში. მაშ კიდევ ერთხელ შეგახსენებ ყველას, რომ 7 ოქტომბერს მრავალი ადამიანი, ვინც მოკლეს, გაუპატიურეს, თავი მოკვეთეს, ყველაფერი საშინელი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო, აწამეს. ღაზას მიმდებარე დასახლებებში, საზღვართან, კიბუცებსა და სხვა თემებში, რომლებიც ღაზას ესაზღვრება. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება ღაზას მოსახლეობის დახმარებას მიუძღვნეს. მათ საავადმყოფოებში მიყავდათ. მათ სამუშაოს აძლევდნენ, მეგობრობდნენ მათთან, რადგან ისინი ადამიანები იყვნენ, მაგრამ როცა საქმეზე მიდგა, ეს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ეს ჰოლოკოსტის დროსავითაა, როცა ეგრეთ წოდებული კარგი ებრაელები ამბობდნენ, ჩვენ ისეთები არ ვართ, როგორც ისინი, იცი, არ ვიცი, ებრაელები იმ უცნაური გვერდითი კულულებით. ჩვენ მალერს უსმენთ. ჩვენ განათლებულები ვართ, დახვეწილები ვართ და კარგ გერმანელებად მივიჩნევთ თავს. ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისენიც, როგორც ყველა სხვა, აუშვიცში წაიყვანეს. ეს არის რაღაც, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. როდესაც ნიუ-იორკში ვინმე მამდანი მოდის ესეთ პოზიციაზე, მაშინ ხვდები ამას. და მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ესაა. არ ვამბობ, რომ ნიუ-იორკში ყველა ებრაელი მისთვის აძლევდა ხმას, არც იმას ვამბობ, რომ მთელი ნიუ-იორკი ებრაულია. ასე არ არის. მაგრამ ეს ძალიან კულტურულად ებრაული ქალაქია. ცხადია დემოგრაფია იცვლება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ქალაქი ძალიან კულტურულად და სოციოლოგიურად ებრაულია. და ის, რომ ამ ქალაქს ესეთი საზიზღარი ადამიანი მართავს, ვფიქრობ, ებრაელებს ნამდვილად სჭირდებათ სერიოზული თვითანალიზი. და ამ მომენტში სხვათა შორის დღეს, როცა ამას ვიცერთ, არის 4 შაბათი, 22 ივლისი, ამ საღამოს იწყება ტიშა ბეავის მარხვა, რომელიც არის ხსოვნის დღე. ეს არის სევდიანი ხსოვნის დღე, წმინდა ტაძრების განადგურების შესახებ. და ებრაელები მარხულობენ. და მთავარი გზავნილი ის არის, რომ უსაფუძვლო სიძულვილმა ებრაელებს შორის უსაფუძვლო სიძულვილმა გამოიწვია ეს განადგურება. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან. კარგი, უნდა ვთქვა რაღაც. და ვიცი, რომ ეს საკამათოა. განსაკუთრებით მორწმუნე ებრაელებს შორის. არ თვლი, რომ ჩემი სიძულვილი იმ ებრაელების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ვინმეს, როგორიცაა მამდანი, ან სულთ ისრაელი, ან ყველაფერში ნეთანიაჰუს ადანაშაულებენ, უსაფუძვლოა. არ ვთვლი, რომ ჩემი სიძულვილი მათ მიმართ უსაფუძვლოა. ფიქრობ, ეს საფუძვლიანია. და ასე რომ, დიახ, მართალია, ებრაელები ერთმანეთს ებრძვიან. და ჩვენც, როგორც ამერიკაში, ნოემბრის შუალედური არჩევნებია. ისრაელში ქნესეთის არჩევნები გვაქვს, ჩვენი ეროვნული არჩევნები, იცი, 27 ოქტომბერს. ერთი კვირით ადრე ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე. და მე ვამბობ, დიახ, ესეა. ძალიან ბევრი დაძაბული ემოცია. მაგრამ მე არ ვხედავ ერთობას, ებრაულ ერთობას ამ არჩევნებში, ან სხვა რომელიმე არჩევნებში. როდესაც საქმე ეხება ამ ძირითად საკითხს, აღიარებ თუ არა, რომ მტერს სულხარ. მინდა უპასუხო თქვენი ნებართვით, რუთი. თქვენ თქვით, ეხლა ცოტა სხვანაირად თქვით, მაგრამ პოდკასტის დასაწყისში თქვით, რომ ამერიკელ ებრაელებს დადანაშაულებას ერიდებით, ხომ ასეა? მამდანის ადანაშაულებთ და მზად ხართ ამერიკელ ებრაელებს ავანსი მისცეთ. და როგორც თქვენ იცით, სხვებზე უკეთ, რადგან შეერთებულ შტატებში გაიზარდეთ, ებრაული საზოგადოება ტრადიციულად დემოკრატიული პარტიის მნიშვნელოვანი ელექტორატი იყო.
და ძველი კოალიცია, დემოკრატიული კოალიცია, რომელიც FDR-ი ააშენა, რომელიც რუზველტმა 1930-იან წლებში შექმნა, ებრაელები ამ კოალიციის კრიტიკული ნაწილი იყვნენ. და იცით 80%, 75% იმის მიხედვით, რომელი არჩევნები იყო, ებრაელების ამ პროცენტმა დემოკრატიული კანდიდატებისთვის მისცა ხმა. ხანდახან ეს მაჩვენებელი ცოტა დაბლა იწევდა, ხანდახან მაღლა, მაგრამ ყოველთვის შეიძლებოდა დარწმუნებული ყოფილიყავი, რომ ამერიკელი ებრაელების ნათელი, მნიშვნელოვანი და სოლიდური უმრავლესობა დემოკრატებს მისცემდა ხმას. და აქ მინდა რაღაცა ვთქვა. და მე თქვენაერი არ ვარ და ამერიკაში არ გავზრდილ ვარ, თუმცა იქ მიმუშავია. მე კრიტიკულად უყურებ ამერიკელ ებრაელებს. ანუ თქვენ ისაუბრეთ იმ 30%-ზე, ვინც მამდანისთვის მისცა ხმა, დიახ. მაგრამ თუ შემიძლია გამოვიყენო გამოცდილება იმ დროიდან, როცა დიდი ბრიტანეთში ელჩი ვიყავი, როცა კორბინი ლეიბორისტულ პარტიას ხელმძღვანელობდა. დიახ, იყვნენ ებრაელები, რომლებიც ამბობდნენ, ეს უკვე აღარ არის ჩემი პარტია, ესია, მთელი ცხოვრება ლეიბორისტების წევრი, აქტივისტი და ამომრჩეველი ვიყავი. ვერ შევძლებ ლეიბორისტებისთვის ხმის მიცემას, თუ მას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც ანტიისრაელური და ანტისემიტური იდეები აქვს, ხომ ასეა? და ვფიქრობ, თუ ებრაული საზოგადოება შეერთებულ შტატებში, როცა ეს კიდევ ერთხელ დემოკრატების პრაიმერში შესვლის ბილეთად ჩანს, ხომ ასეა, რომ ჯერ უნდა დაგმო ისრაელი, დაგმო ისრაელის მთავრობა, თქვა რომ გძულს მთავრობა. უნდა გადახედო აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობას, ეს ყველაფერი აუცილებელია დემოკრატიულ პოლიტიკაში წარმატებისთვის. უნდა იყოს ებრაელების საპასუხო რეაქცია. და თუ არ იქნება ებრაელების მნიშვნელოვანი საპასუხო რეაქცია, ან თავად პრაიმერებში, ან საერთო არჩევნებში, ვფიქრობ ეს სისუსტის ნიშანია. ეს ზუსტად ისაა, რაც ადრე თქვი. ეს გავს იმ შვენიერ გერმანელ ებრაელებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩვენ შილერს ვკითხულობთ, პირველ მსოფლიო ომში კაიზერისთვის ვიბრძოდით, პატრიოტი გერმანელები ვართ და რა იცის ამ ახალგაზრდა ავსტრიელმა კაპრალმა გერმანიაზე. ჩვენ უფრო მეტი ვიცით გერმანიაზე, მაგრამ თავს იტყუებენ. და ვფიქრობ, ამერიკელი ებრაელები კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა მათთვის მორალის საკითხვა ან ლექციის ჩატარება, მაგრამ გონია, რომ ეს გარკვეულწილად გადამწყვეტი მომენტია. და ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ მინდოდა კარგი ამბავი მეთქვა თქვენი აზრის ფონზე. და ჩემი საათის მიხედვით ჩვენი პოდკასტის დასასრულს უახლოვდებით. მაგრამ მინდა რაღაც ვთქვა. გონი ერთხელ უკვე ვთქვი ეს პოდკასტში. მაგრამ ვფიქრობ დღეს ტიშაბაუზე, ებრაული მარხვის დღეზე, რომელიც ამაღამ იწყება და ამ პოლიტიკურ ანტისემიტიზმთან ერთად, რასაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ და ასევე ძალიან სამწუხაროდ ამერიკაშიც. რადგან შეიძლება გვეგონა, რომ ამერიკა იმ სიძულვილებისგან იქნებოდა დაცული, რასაც ევროპაში და სხვა ადგილებში ვხედავდით, დიახ. იყო რწმენა, რომ ამერიკა განსხვავებულია, რომ ამერიკაში ესეთი მოვლენები არ იქნებოდა, მაგრამ მამდანი გვაჩვენა, რომ ეს უბრალოდ ასე არ არის. მაგრამ მე შემდეგს ვამბობ, შეიძლება ძალიან დეპრესიულად გრძნობდეთ თავს და ძალიან იმედგაცრუებულიც. და შეგიძლიათ თქვათ, რომ ანტისემიტიზმი დაბრუნდა დიდი ძალით და ხალხს ებრაელები არ უყვარს და ზოგჯერ ეს არის პოლიტიკური ანტისემიტიზმი, როგორც ბატონი მამდანი. და ზოგჯერ ეს არის მკვლელური, სასტიკი ანტისემიტიზმი, როგორც ჩემს სამშობლოში ვნახეთ ბონდი ბიჭზე მომხდარი მკვლელობები, როცა ორი ექსტრემისტის მიერ 15 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, დიახ. და სამწუხაროდ ზოგჯერ ეს ორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ანტისემიტია, რეალურად ქმნის საფარს ან ატმოსფეროს ძალადობრივი მკვლელური ანტისემიტისთვის, ხომ ასეა? და ეს უნდა გვახსოვდეს და როგორც თქვი, შეიძლება ძალიან იმედგაცრუებული და დეპრესიული გახდე. რაღაცები არ იცვლება, ანტისემიტიზმი არ იცვლება, ხალხს ეზიზღება ებრაელები, ზოგჯერ ამას მალავენ, ზოგჯერ ნაკლებად თვალშისაცემია. და დრო და დრო ეს ფეთქდება ისე, რომ ყველასთვის ჩანს და დღესაც ვხედავთ, რომ ებრაელებისადმი სიძულვილი ყველას თვალწინ აფეთქდა. თუ რაღაცები არ იცვლება, რუთი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიცვალა. და ეს არის ის, რომ ჩვენ ებრაელები შევიცვალეთ. და მინდა ეს აზრი მკაფიოდ და ძლიერად გამოვხატო. წარმოიდგინე ის სამყარო, რომელშიც შენი მამა, ჩემი მამა დაიბადა, ხო? 1930-იანი წლების სამყარო, ნაციზმი და ყველაფერი ეს, ებრაელები დაუცველები იყვნენ, ებრაელებს არ ჰქონდათ სახლი, ებრაელები უსახელმწიფოები იყვნენ. ჩვენ გვიწევდა ხალხისთვის თხოვნა, რომ თავიანთ ქვეყნებში შეგვეშვათ, როცა დევნას ვემალებოდით. გვიწევდა ხალხისთვის თხოვნა, რომ დაგვეცვათ. ხეს ებრაელები აღარ არიან უსახელმწიფოები. ებრაელები აღარ არიან უსახკაროები. ებრაელები აღარ არიან დაუცველები. თუ სადმე ანტისემიტები აშენებენ ბირთვულ ბომბს, რათა დაგვესხან თავს და გაგვანადგურონ, ჩვენ გავანადგურებთ მათ ბირთვულ ბომბს მანამდე, სანამ ისინი ჩვენზე გაისვრიან. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, დღეს ებრაელების მდგომარეობა განსხვავებულია. ასე რომ თუ რაღაცები არ იცვლება, მაგალითად ანტისემიტიზმი, ებრაელები კი შეიცვალნენ.
ჩვენ ძლიერები ვართ. გვყავს სამხედრო ძალა. ჩვენი ახალგაზრდა კაცები და ქალები სამხედრო სამსახურს გადიან ებრაელი ხალხის დასაცავად, ებრაული სახელმწიფოს დასაცავად. ამიტომაც მსოფლიოს მამდანიებს შეუძლია თავიანთი ანტისემიტური სისულელე ილაპარაკონ. მათ შეუძლია თავიანთი ტირადები გააგრძელონ, მაგრამ ებრაელები აღარ არიან მსხვერპლები. დღევანდელი ებრაელები ძლიერები და ძლევამოსილები არიან და შეუძლია თავი დაიცვან ყველასგან, ვინც ცდილობს მოვიდეს და გვავნოს. ამ ოპტიმისტურ ნოტაზე, ამას ირონიულად არ ვამბობ, მარკ. ვფიქრობ, ეს იდეალური გზაა ამ საუბრის დასასრულებლად, რადგან დიახ, ეს არის საოცარი სინათლე. ჩვენ გვიყვარს თქმა, რომ შუქურასავით ვართ. დიახ, ისრაელი შუქურაა და ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ აქ ვცხოვრობთ და აქ გავზარდეთ ჩვენი ოჯახები. ბრუცი, მოუთმელად ველი შენთან ერთად სტუდიაში ყოფნას მომავალ კვირას. მეც ასევე. ამით ვამთავრებთ გადაცემას. მაშ ნახვამდის.